რას აკეთებს უკრაინული რეჟიმი? მეკობრეები მაინც ძარცვავენ და თავისთვის იტოვებენ. აქ კი არც თავისთვის, არც ხალხისთვის, უბრალოდ ზიანის მიყენება, დაშინება, სუფთაცკლის ტერორიზმია. როცა თვითონ სერგეი ლავროვი ესეთ გაბრაზებასა და ისტერიკაშია, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები ყველაფერს სწორად აკეთებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ უკრაინის თავდასხმები გემებზე აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში, ციტატა, სუფთაცკლის ტერორიზმია და რომ ეს მეკობრეობაზე უარესია. იცით ეს სინამდვილეში რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უკრაინული საზღვაო დრონები იმდენად ძლიერად და ზუსტად უთხრამენ, რომ კრემლს უკვე აღარაფერი აქვს საპასუხოდ. გარდა ასეთი ისტერიკისა ისტერიკებზე. და აი დღეს ახალი ეტაპია. აზოვის ზღვაში რუსეთის ფლოტის განადგურების შემდეგ უკრაინული უპილოტო აპარატები შავ ზღვაზე გადავიდნენ. მხოლოდ ერთ ოპერაციაში შავ ზღვაში უკვე -20 ტანკერია და ეს მხოლოდ დასაწყისია. ხოლო თურქული ტანკერების სხვათა შორის, რომლებიც აშკარად გააფრთხილეს, ფრთხილად გავიდნენ და ნეიტრალურ წყლებში შეიკრიბნენ. ამ გამოშვებაში რა ისტერიკა მოაწყო სერგეი ლავროვმა და როგორ უპასუხა მას უკრაინული უპილოტო სისტემების ძალებმა. რატომ არ არის ეს ცალკეული წარმატებული დარტყმები, არამედ გააზრებული საზღვაო სტრატეგია, რომელიც უკრაინამ სრულად წარმოაჩინა? რა ახალი საზღვაო დრონი ბარაკუდა აჩვენეს პირველად უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებმა და როგორ ებმის ამ ყველაფერში ევროპა თავისი დრონ-გარიგებებით. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთხელ განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწეროთ ეს YouTube არხი, ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერისკენ და მადლობელი ვიქნებით თქვენი გამომწერისთვის. მოდით დავიწყოთ სერგეი ლავროვის ციტატით, რომელმაც ამ გამოშვებას სახელი მისცა. სერგეი ლავროვმა, როდესაც უკრაინის მიერ აზოვისა და შავი ზღვის რუსულ ფლოტზე ნადირობას კომენტარი გაუკეთა, ეს თქვა: იცით, ეს უკვე არც კი არის მეკობრეობა, რასაც უკრაინული რეჟიმი აკეთებს. მეკობრეები მაინც ძარცვავენ და თავისთვის იტოვებენ. აქ კი არც თავისთვის, არც ხალხისთვის, უბრალოდ ზიანის მიყენება, დაშინება, სუფთაცკლის ტერორიზმია, რომელიც ვლინდება არა მხოლოდ აზოვის ზღვაში, არამედ შავ ზღვაშიც, სხვათა შორის და აფრიკის კონტინენტზეც. ყველგან, სადაც უკრაინელები შესაძლებლობას ხედავენ. ზიანის მიყენება რუსეთის ფედერაციისთვის ზიანის მისაღებად ისინი ნებისმიერთან გაერთიანდებიან. და აფრიკელ ექსტრემისტებთან, რომლებიც ცდილობენ დაამხო ხალხის ლეგიტიმური რეჟიმები აფრიკაში, ასევე საზოგადოების სხვა ნაწილებთანაც. პირველ რიგში, რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, მოდით მოვიტყვებით. საუბარია ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებზე, რომლებიც სანქცირებულ ნავთობსა და საწვავს ეზიდებიან უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ეს თევზაობის ნავები არ არის, ეს რუსეთის არმიის საფულე და საწვავის ავზი. და მეორეც, ამაზე გენიალურად უპასუხა უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროუდიმ, იგივე ლეგენდარულმა მადიარამ. მან იცით არ დაიწყო თავის მართლება. უბრალოდ მშრალი რეპორტი გააკეთა, რის გამოც მგონი ლავროვს თვალი აუთამაშდა. შემდეგ მოდის მადიარას ციტატა. 116 რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემი აზოვის ზღვაში. ეს იყო საზღვაო ბრძოლის პირველი რაუნდი და ის დასრულდა. ეხლა შავი ზღვა. 20-0 დღევანდელი შედეგია. ჩვენ ნადირობდით 17 ნავთობის ტანკებზე, 2 გაზმზიდზე და 1 ბუქსირზე. მეკობრეობის ამ ბრალდებებს უკრაინელებმა ახალი განადგურებით უპასუხეს. და ეს იყო საუკეთესო პასუხი, დაეთანხმეთ. აი ციფრები, რომლებიც უნდა დავიმახსოვროთ, რადგან სწორედ ეს არის არსი. 6-დან 15 ივლისამდე მიმდინარე ოპერაციაში საზღვაო ბრძოლის საერთო ანგარიშმა 136 გემს მიაღწია. 136 გემი თითქმის 10 დღეში და რუსეთი ვერაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ იცით, სერგეი ლავროვი შეიძლება ასე საცოდავად წუწუნებდეს და ამბოგდეს, ეს ხომ მეკობრეობაზე უარესია, რას აკეთებთ უკრაინელებო? უდევთ ჩვენს გემებს და გვთქენთ, აბა რას ელოდით? ომი დაბრუნდა საკუთარ ნავსადგურში. ასე რომ გემებიდან 116 აზოვის ზღვაში დაზიანდა. და ამას ბროუდიმ პირველი რაუნდი უწოდა, რომელიც უკვე დასრულდა. ეხლა კი მეორე რაუნდი დაიწყო შავ ზღვაში. და იქ ერთ დღეში ერთდროულად 20 დაზიანებული გემია. როგორც უკვე განვიხილეთ, ეს სტრატეგია. ანუ, მიაქციეთ ყურადღება მადიარის სიტყვებს. ის საუბრობს ტერმინებით რაუნდი და ეტაპი.
თავიდან მეთოდურად გაწმინდეს. აიღეს აზოვის ზღვა, შემდეგ დარტყმები შავ ზღვაში გადაიტანეს და როგორც ხედავთ, ეს ომი მაინც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს არ არის რაღაც ქაოტური თავდასხმები, ან უბრალოდ წარმატებული დარტყმები. არა, ეს მკაფიო სისტემა არის. და აი დადასტურება იმისა, რომ ეს ნამდვილად სისტემაა, ასე გამოიყურება. აზოვის ზღვის შემდეგ უკრაინულმა დრონებმა დაიწყეს მოქმედება ყირიმის სანაპიროებთან და უკრაინის მატერიკულ ნაწილთან მდებარე წყლებში სამხრეთით. უკრაინის სპეცრაზმელებმა წინადრეს დრონები დააზიანეს, როგორც ამას უწოდეს ყირიმის ენერგეტიკული საფუძველი, ენერგეტიკის ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შემდეგ მათ დაარტყეს ლოგისტიკას. და აი უკრაინის თავდაცვის მინისტრო მიხაილ ფედოროვმა მთელი ლოგიკა ერთი ფრაზით ახსნა. მიმდინარეობს ყირიმის იზოლაცია დრონების საშუალებით. ანუ მიზანია ნახევარკუნძულის მოწყვეტა მომარაგებისგან ყველა არხით ერთდროულად. საწვავი, ელექტროენერგია, ლოგისტიკა, შეიძლება კიდევ საკვები პროდუქტებიც კი. მეც მომეწონა, როგორც გუშინ მადიარმა ზუსტად უპასუხა, თქვა რომ მოусმინეთ, ხომ შეამჩნიეთ რომ ჩვენ ყირიმის ხიდს არ ვარტყამთ. იცით რატომ? იმისთვის რომ მთელი ეს რუსული ნაგავი შეძლოს იქიდან გაქცევა. ამ ვირთხებს, ამ გაველურებულ არსებებს უნდა დაუტოვოთ პატარა კორიდორი. გაიქცნენ. სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ხიდით გაიქცნენ. ანუ იჭრება მთელი მომარაგება, რჩება მხოლოდ ერთი გასასვლელი. ამ გასასვლელს ჯერ არავინ ეხება. კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ ამ გაურეცხალმა გაველურებულმა რუსებმა შეძლონ დაბრუნდნენ თავიანთ გაურეცხალ სამშობლოში, ეხლა კი მოდით ცალკე ვისაუბროთ ამ ომის ეტაპის ინსტრუმენტზე. რადგან უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებმა პირველად აჩვენეს რაღაც საინტერესო. საუბარია საზღვაო დრონზე, სახელად ბარაკუდა. და ეს უბრალოდ კამიკაძე კატერი არ არის, რომელიც ეჯახება და ფეთქდება. არა, ეს უკვე ბევრად უფრო მაგარია. როგორც აღმოჩნდა, ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, ძალიან რთული, მრავალდონიანი ოპერაციებისთვის. Strike. Strike. ნახეთ როგორ მუშაობს ეს. გავრცელებულ ვიდეოში მთელი სპეცოპერაცია რამდენიმე ეტაპად. თავდაპირველად კამიკაძე დრონი ბარაკუდა შეუმჩნევად უახლოვდება მიტოვებულ ხომალდს, რომელსაც ოკუპანტები სადამკვირვებლო პუნქტად იყენებდნენ და ანადგურებს მას. შემდეგ ბრძოლაში ერთვება უპილოტო კატერი არამართვადი რაკეტების მოდულით და ესვრის სანაპირო ზოლს, სადაც მტრის სამალავებია დამალული. და შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო. ზღვის ახალი პლატფორმიდან ეშვება სადაზვერო და FPV დრონები, რომლებიც რამდენიმე წუთში პოულობენ რუსების შენიღლულ პოზიციებს და მათ ზუსტი დარტყმების სამიზნეებად აქცევენ. ანუ ერთი საზღვაო დრონი ბარაკუდა ფაქტობრივად მთელი მინი ესკადრა. ბარაკუდა შეუძლია ბორტზე 4-დან 8-მდე FPV დრონის დარება, აღჭურვილია რაკეტებით და თუნდაც ტყვიან ფქვევებით, ხოლო მისი მართვა შესაძლებელია ნებისმიერი მანძილიდან. ერთი ოპერატორი მართავს თვითონ კატერს, მეორე ამ დროს უშვებს რაკეტებს ან უპილოტოებს, ეს არის 40 ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მებრძოლების შემუშავება. და სწორედ ასეთი პლატფორმები აძლევს უკრაინას, რომელსაც შეგახსენებთ, პრაქტიკულად არ აქვს კლასიკური ფლოტი, საშუალებას განადგუროს რუსეთის ფლოტი. როგორც აღნიშნა მადიარმა, ანგარიშით 136-0 არც ერთი დიდი გემის გარეშე. და აქ საქმეში ერთვება ევროპა, რადგან ეს დრონების ძალა ჰაერიდან არ ჩნდება. მისი წარმოება უბრალოდ უზარმაზარი რაოდენობითაა საჭირო. აქ ორი საკვანძო მომენტია. პირველი, უკრაინამ უკვე მიაღწია წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დრონის წარმოებას. ეს უკვე ახალი ტიპის ომის კონვეიერია და ზელენსკი დაპირებას იძლევა, რომ ამ მასშტაბებს გაორმაგებს. მეორე მომენტი ახალია.
უკრაინამ და ევროკავშირმა წინა დღეს გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეგრეთ წოდებული დრონების შეთანხმების ფარგლებში, უპილოტო აპარატების ერთობლივი წარმოებისთვის. თავარი აზრი ისაა, რომ ევროპა ინვესტირებს უკრაინულ დრონების ტექნოლოგიებში, ხოლო სანაცვლოდ იღებს იმას, რაც მას არ აქვს, რეალურ ბრძოლაში გამოცდილ გამოცდილებას. და სწორედ ეს არის ნამდვილი სტრატეგია. უკრაინამ და ევროპამ ერთად მთელ მსოფლიოს აჩვენეს სრულიად ახალი საზღვაო ომის მოდელი. არა ავიამზიდები მილიარდობით, არა ლინკორები, არამედ იაფი, ანუ შედარებით იაფი საზღვაო დრონები, რომლებიც ჯგუფებად ძირავენ მტრის ფლოტს და ღირს ძალიან ცოტა, იმ განადგურებულ მიზანთან შედარებით. და ეს არის გამოცდილება. ამ გამოცდილებას ახლა უკრაინა მასშტაბურად ავითარებს ევროპის კავშირთან ერთად. ეხლა მოდით შევაჯამოთ. სანამ სერგეი ლავროვი ნერწ გვაფრქვეს ტერორიზმზე და ამ ფრაზებზე, რომ ეს მეკობრეობაზე უარესია, რეალობა ასეთია. 10 დღეში 136 რუსული გემი დაზიანდა. აზოვის ზღვა გაწმენდილია, შავ ზღვაში კი ანგარიში მხოლოდ ეხლა იხსნება. ყირიმი მეთოდურად იზოლირდება დრონებით. და მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად აგებული საზღვაო სტრატეგია, რომელიც გამაგრებულია ახალი პლატფორმებით, როგორიცაა ბარაკუდა და ბარაკუდას ინდუსტრიული წარმოებით. წელიწადში 10 მილიონი დრონი, რომელშიც ახლა ევროპაც ერთვება. ანუ უკრაინა, ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს ფლოტი, ანადგურებს ბირთვული სახელმწიფოს ფლოტს, უბრალოდ დაფიქრდით ამაზე. და ამას აკეთებს იმდენად ეფექტურად, რომ კრემლის ერთადერთი პასუხი არის ის, რომ უკრაინელებს მეკობრეებს ეძახიან, ამბობენ, რომ ეს ტერორიზმია, ეს მეკობრეობაზე უარესია. ერთადერთი რაც დარჩენიათ გაველურებულ რუს ლავროვს ამ ცხენს, არის ის, რომ თქვას, ეს მეკობრეობაზე უარესია. ეს რა არის საერთოდ? იცით, კარგი ნიშანია. თუ მტერი არგუმენტების ნაცვლად შეურაცხყოფაზე გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად მიზანში არ დგამ. აქ წერტილებს დავაყენებ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.